რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებად კონდეს, რაც შეიძლება ოპტიმალური ცენტრალური აპარატი, ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი. სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის მიზანია შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხოლო ახალგაზრდა თაობას გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე დაიმკვიდროს თავი დიპლომატიურ სამსახურში და მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობა. რეფორმის ნაწილს იმთავითო განეკუთვნებოდა უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით სამომავლო დიპლომატიური აკადემიის შექმნა, თუმცა აღნიშნული პროცესის ფორსირება გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმამ, განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნების გათვალისწინებით მიღებული იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით უზრუნველყოფს პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეების აღზრდას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობის შექმნა, დაგროვდა დიდი გამოცდილება, გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა განათლებული თაობა, რომელიც წინა თაობების კვალდაკვალ ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის ქვეშ დაარსება განპირობებულია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკით, მისი ამოცანების კომპლექსურობით და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობით. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, ანალიტიკური რესურსები, აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირება შექმნის შესაძლებლობა სასწავლო პროგრამები იყოს უშუალოდ დაკავშირებული მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან, საერთაშორისო მოლაპარაკებებთან, დიპლომატიური საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკასთან. სამინისტროში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების აკადემიურ ფორმატში ტრანსფორმაცია და გადაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ცოდნის დაკარგვის რისკს და გააძლიერებს ინსტიტუციურ მდგრადობას. სამინისტროსთან უშუალო კავშირი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების სწრაფად განახლებას და ადაპტირებას საერთაშორისო გარემოს ცვლილებების შესაბამისად. სამინისტრო, როგორც საგარეო ურთიერთობების განმახორციელებელი უწყება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით დაამყარებს კავშირებს უცხო ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ აკადემიებთან, რომელთა გამოცდილებაც ასევე ძალიან წაადგება ჩვენი დიპლომატიური აკადემიის გამართულ ფუნქციონირებას. დაფუძნება ასევე შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც უკვე აღნიშნა, დაგროვილია ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შეიძლება რომ ახალგაზრდა თაობას გაუზიაროთ. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აკადემია უზრუნველყოფს, რომ სასწავლო და კვლევითი საქმიანობა სრულ თანხმოთრაში იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ეროვნულ ინტერესებთან. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოში მაღალი სტანდარტების მქონე აკადემიის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სათანადო კვალიფიკაციისა და შესაბამისი ინტელექტის მქონე პროფესიონალთა მომზადებაში, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური ხედვით, რათა ეფექტურად დაიცვან და წინ წაწიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. დიპლომატიური აკადემიის დაარსება საკმაოდ აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვა ქვეყანაში, დიდწილად საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ, როგორც უმაღლესი სასწავლებელი ან კვლევითი ცენტრი. ეს არ გახლავთ მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს არის ქვეყნის ინტელექტუალური ფარი და სტრატეგიული ინვესტიცია სახელმწიფოებრივ მედაგობაში. სწორედ დიპლომატიური აკადემიის წიაღში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ უნდა მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული. ეს გახლავთ ძირითადი მოტივატორები, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს დიპლომატიური აკადემია, თუ იქნება რაიმე კითხვები უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებით, მზად ვარ, რომ მოგახსენოთ დაინტერესების შემთხვევაში. დიდი მადლობა. კალდონ ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა. ვიდრე შეკითხვებზე გადავიდოდეთ, მე კომენტარი მინდა რომ გავაკეთო. მოგეხსენებათ, რომ საკითხი განიხილება დაჩქარებული წესით და ჩვენი კომიტეტი გახლავთ წამყვანი კომიტეტი. სავალდებულო კომიტეტის სახით წარმოდგენილი იყო განათლების კომიტეტი, სადაც საკმაოდ დეტალურად იქნა საკითხი განხილული. აქვე კოლეგებს მინდა ვთხოვო და შევახსენო, რომ ჩვენ ბიურო გვაქვს ჩასატარებელი და ბიუროზეა გადასასვლელი საკითხი და ასევე პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით დეტალურად სიღრმისეულად განვიხილოთ
დავუშვოთ კიდევ ერთხელ საკითხი. აქვე კი რაც შეეხება თვითონ საკითხის მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას, ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნათელია და მოგეხსენება, რომ ჩვენი უფროსი თაობის პროფესიონალ დიპლომატებთან ერთად, მოქმედ დიპლომატებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობის მნიშვნელოვანი რესურსი საკადრო შეიქმნას, ასე ვთქვათ, და ამ პროცესს ნამდვილად ძალიან მიეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ, როგორც გითხარით, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში. ხომ არ გაქვთ შეკითხვები, კოლეგებო? ბატონ ლევან, კი, ბატონ ლევან მახაშვილი. მადლობა ქალბატონ ხათუნა. მოკლე კითხვა შეიძლება სხვა კომიტეტზე იყო ამის განხილული და მკაცრავად თუ უნდა გავიმეორო და გთხოვთ გამეორება. რა ფიზიკურად სად წარმოგიდგენიათ ეს დიპლომატიის აკადემია? სად უნდა იყოს? საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე შენობაში იქნება განთავსებული, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება და რა მასშტაბის მიღებას გეგმავთ? ანუ რამდენი სტუდენტის მიღებაზეა საუბარი? პირველადი გეგმით ყოველ შემთხვევაში. აქ რო წერი აი ბაკალავრები. ანუ ბაკალავრის კურსი არის, ანუ 3 წლიანი, 4 წლიანი თუ აი როგორ არის? მაგისტრი კიდე გასაგებია და ბაკალავრი. დიახ, ძანეთ. დიდი მადლობა კითხვებისთვის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ავტორიზაციის. შესაბამისად, სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მუშაობს შენობის საკითხზე. მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელიც არის დადგენილი სასწავლო დაწესებულებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, თუ რამხელა სივრცითი, ასე ვთქვათ, მოწყობა უნდა გქონდეს ამა თუ იმ შენობა ნაგებობას. რაც შეეხება რაოდენობას სტუდენტების, ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევა და გამომდინარე აქედან არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ პროფესიაში წლის განმავლობაში დაახლოებით შეიძლება მივიღოთ ჩვენ 70 სტუდენტი პირველ ეტაპზე, მაგისტრატურაზე დაახლოებით 50 სტუდენტი და ასევე სტანდარტულად ბაკალავრიატს რაც შეეხება ჩვეულებრივ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ვრცელდება ასევე და იქნება 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მაგისტრატურა იქნება 1+1. კეთილი, სხვა შეკითხვები თუ არ არის, ქალბატონ ხათუნა, დიდი მადლობა, საკითხს ვაყენებთ კენჭის ხაზზე, ჩვენ აქ ორივე კანონს ცალ-ცალკე უნდა უყაროთ კენჭი, უპირველეს ყოვლისა წარმოგიდგენთ დიპლომატიური სამსახურის შესახებ, ვინ არის თანახმა, მომხრე, დიდი მადლობა, წინააღმდეგი ხო არავინ არის, წინააღმდეგი არავინ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონსაც უყაროთ კენჭი, თანახმა, წინააღმდეგიც არავინ არის. საკითხი განხილულია, სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა.